და მისი ხელმძღვანელი გიორგი კოდუა პრემიერს დახმარებას თხოვს და ამბობს, რომ ავიაციის ბაზრიდან ისიქ არსებულმა მონოპოლიამ გააძევა. მის ავიაკომპანიას ლიცენზია ჩამოართვეს. სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელთა განცხადებით კი კოდუას ავიაკომპანიას უბრალოდ თვითმფრინავები არ ჰყავდა. თუ გაქვთ სურვილი რომ ამ ფაქტურ ბაზარზე ფული იშევოთ, უკვე ნურას ნოკაცრავად, უნდა გაიყვანოთ თვითმფრინავები გარეთ და გარეთ იმუშაონ. საქართველოს ბაზარი არის შეზღუდული და არის უკვე რაღაც მონოპოლიზირებული. Air Caucasus-ის პრეზიდენტი კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების მიზეზად საავიაციო ბაზარზე არსებულ მონოპოლიას ასახელებს და პრემიერს დახმარების თხოვნით მიმართავს. გიორგი კოდუა ამბობს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კომერციულად მომგებიან მიმართულებებზე ფრენის უფლება მოითხოვა. როცა უკვე ჩვენ შევეხეთ იმ რეისებს, რომელიც სადაც არის მაღალი ტარიფები, სადაც არის საინტერესო რეისები, მივიღეთ დიდი კედელი და ბიუროკრატიული მექანიზმი ჩაირთო ლიცენზიების გაწელვაზე, არ მიღებაზე. თუნდაც 6 თვის შემდეგ 1-2 ლიცენზია მოუქცეს, რომ შედეგ მაგრამ მე თვითონ კომპანია გაგვაგვიუქმეს. ანუ მაინც შედეგი ის არის, რომ ჩვენ არ ვიფრინოთ და კონკურენცია არ გაუწიოთ ჯანსაღი სხვა კომპანიებს. თბილისი თეირანი თბილისის მიმართულებით. უნდა შეესრულებათ 14 რეისი, მაგრამ არც ერთი არ განუხორციელებია. თბილისი ბაღდადი თბილისის მიმართულებით. უნდა შეესრულებათ 9 რეისი. თუმცა შეესრულა მხოლოდ 2 რეისი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გიორგი კოდუას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ კომპანიისთვის სერტიფიკატის გაუქმება თვითმფრინავების არ ქონამ გამოიწვია. ამასთან სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა Air Caucasus თავად კომპანიის შიგნით ჰქონდა. ვერ აწყო ურთიერთობა პარტნიორად, როგორც მე ვიცი. ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ასე რომ ვთქვათ. და მესაკუთრე მომართა, რომ საქართველოსთან გაიყვანა თვითმფრინავები. ის სიხშირეების კი ვერ აითქვის საბატონმა კოდუამ, კომპანია Air Caucasus-მა, რა სიხშირეებზე შემოიტანა განაცხადი და უნდა ეფრინა. ვერ აითქვის ეს სიხშირეები. და თუ როგორ წარმოვიდგენთ, რა სიხშირეებს ვერ ითვისებს და მე სხვა სიხშირეები მივცე? შიდა კომპანიებს პირიქით მოხდა მონოპოლისტური გზით. აქტის სახეზეა, რომ 10 წელია საქართველოს ავიახაზებს აერზენას ყავს თვითმფრინავები და რეისები, რომელიც არ შესულა. აერზენას ხელმძღვანელობას დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე კი საავიაციო ბაზარზე კომპანიისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ Air Caucasus-ის პრობლემები არასწორ ბიზნეს სტრატეგიას უკავშირდება. მე უფრო მგონია არა ბოლომდე დაუსრულებელი ბიზნეს პროექტი, რომელიც შიც არ არის ბოლომდე გათვლილი გარკვეული დეტალები. იგივე ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა მსგავსი პარამეტრების. დღეს ბაზარზე არის თავისუფალი კონკურენცია, ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ერთმანეთთან არის აქტიურ კონკურენციაში. ავიაკომპანია Air Caucasus ლიცენზია დაახლოებით 2 კვირის წინ შეუჩერდა. კომპანიამ სააგენტოს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროში გაასაჩივრა. ამასთან ცნობილი ხდება, რომ არსებულ ვითარებაში გარკვევას ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი კახარია შეეცდება. პრემიერის პირადმა წარმომადგენელმა ბიზნესთან ურთიერთობის საკითხებში პრობლემის გარკვევამდე საჯარო განცხადების გაკეთება არ ისურვა.